Kurieți hrasa პირდაპირ ეთერში ბრუნდება 12 მილიონი ევრო გერმანულმა კომპანია Heidelberg Cement Georgiam რუსთავსა და კასპიის ცემენტის ქარხნებში ახალი ინვესტიცია განახორციელა საწარმოებში ცოტა ხნის წინ ევროპული დონის ფილტრები დამონტაჟდა რომლებიც გამორაბოლქვსა და თავად ცემენტის მასალის დანაკარგსაც ამცირებს. ეკოლოგიური ფილტრების ამუშავების შემდეგ ცემენტის მტვერი ქალაქში აღარ გავრცელდება რაც რუსთავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საისახება რუსთავში Heidelberg Cement-ის ქარხანა დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. Memang 2003-ში როცა საპარლამენტო კამპანიას დავდიოდი, კასპში მოვიდა ერთი ხანში შესული ქალი და მოიტანა თავის სახლში მოჭრილი, თავის ეზოში მოჭრილი ტოტები, რომელიც იყო სულ გამურული კასპის ცემენტით მიერ გამოყრილი, გამობოლქვილი ნივთიერებების და თქვა რომ აი შვილიშვილები და მთელი ოჯახი მეწამლება და მთელი მიწა მეწამლება ამ კასპის ცემენტის მიერო და რამე გვიშველეთ. მაშინ მე ერთი ოპოზიციაში ვიყავი და მეორე ბევრი არაფერი სათქმელი არ მქონდა ამ ქალბატონისთვის, მაგრამ ეს უნდა უმახსოვდა ეს განცდა უმწეობის ამ ნივთიერებების და ამ სიტუაციის ეკოლოგიურად დაბინძურებული სიტუაციის მიმართ. ეხლა ის რაც გააკეთე ამ ქარხანამ აქაც და კასპში მოდიოდი და თვალებს არ უჯერებდი. ქარხანა მუშაობს, მაგრამ 1 გრამი ყვამლი არ გამოდის საკომლე მილიდან. და ეს ნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ მოდერნიზაცია აწარმოებს, არამედ ეს არის არსებითად უსაფრთხო და ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო წარმოება, იმიტომ რომ ასაქმებს ხალხს. რამოდენიმე დღეა რაც გავუშვით ჩვენ ფილტრი და ფაქტიურად დაჭერის პროცენტი არის 100% და მტვერი 1 გრამი გარეთ არ გაიტყორცდება. ეს დაჭერილი მასა ბრუნდება ღუმში, ხელმეორე